ვარ ინგა ბლესი, ფსიქოლოგი, პერსონალური კოუჩი, ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, იმიჯმეიკერი, ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში. რა არის ფსიქოლოგია, რა არის კოუჩინგი? სანამ ამაზე ვისაუბრებდეთ, მინდა ფსიქოლოგების ერთი დიდი საიდუმლო გაგანდოთ. მზად ხართ? საქმე იმაშია, რომ ფსიქოლოგების უმრავლესობა ამ პროფესიას ირჩევს საკუთარ თავში გასარკვევად და საკუთარი პრობლემების გადასაწყვეტად. არც მე გავხდი გამონაკლისი, სწორად პირად ურთიერთობებში წარუმატებლობამ და საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილმა შემარჩევინა ეს პროფესია. ჩვენ ფსიქოლოგები ვმუშაობთ ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ და ვეხმარებით ამ სირთულეების გადალახვაში. ერთის მხრივ თითქოს ადვილია და გასაგები, თუ რაღაც არ მოგწონს, შეცვალე ეს რაღაც და შენი ცხოვრებაც შეიცვლება, მაგრამ რეალობაში სამწუხაროდ ასე არ ხდება. ვინაიდან ჩვენში არსებობს შინაგანი დაბრკოლებები, ეგრეთ წოდებული წარუმატებლობის პროგრამები, რომლებიც დევს ჩვენს ქვეცნობიერში და არ გვაძლევს წინსვლის საშუალებას. სწორედ ამ დაბრკოლებების აღმოჩენაში და განეიტრალებაში ვეხმარები მე ჩემს მსმენელებს, როგორც ფსიქოლოგი. თუ გვინდა, რომ ძველი სახლის ნანგრევებზე ახალი შენობა ავაშენოთ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფუნდამენტი ნაგვავისგან და ნანგრევებისგან უნდა გავანთავისუფლოთ. სწორედ ამას ემსახურება ფსიქოთერაპია, ძველი ნანგრევების, ძველი ნეგატივის განეიტრალებას, მაგრამ ის არაფერ ახალს არ ქმნის. კოუჩინგი კი გვეხმარება ახალი მიზნების დასახვაში და ამ მიზნების მისაღწევი ხერხების და გზების აღმოჩენაში, ახალი ხედვის, ახალი აზროვნების, ახალი წარმატებული მოქმედების ჩამოყალიბებაში. რაც შეეხება ქალთა ენერგეტიკულ პრაქტიკებს, ეს არის უძველესი ცოდნა ქალური თვითმყოფადობის, მიმზიდველობის, ქალური ნაზი-ძალაუფლების გასაძლიერებლად, იმისთვის რომ ქალი იყოს ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების ყველა სფეროში და ამავე დროს შეინარჩუნოს სინაზე და ქალურობა და არ გადაიქცეს მამაკაცად ქვედაბოლოში, რაც სამწუხაროდ ასე ხშირად ემართებათ ხოლმე კარიერაში წარმატებულ ქალბატონებს. ყველამ ვიცით, იმისთვის თუ გინდა გქონდეს კარგი სახლი, კარგი მანქანა, კარგი პროფესია, უნდა გააკეთო ინვესტიციები. ჯერ უნდა დახარჯო შენი დრო, ყურადღება, ენერგია, ფული და შემდეგ მიიღებ საწადელს. სწორედ იგივეა ჩვენი საოცნებო ცხოვრებაც. იმისთვის რომ შექმნა საკუთარი თავი, ისეთი როგორც შენ გინდა და შექმნა შენი ცხოვრება, საჭიროა თავიდან დაიხარჯოს რესურსები. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საკუთარ თავში ინვესტირების კულტურა ჯერ ახლა ინერგება. შემოუერთდი მოწინავეთა რიგებს, შეიცანი შენი მე და შექმენი შენი ცხოვრება.